დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე მეორე მესმენით განიხილეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება. შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ და ყოფილი სამხრეთ osეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონის ძალა დაკარგულად გამოცხადებას. მართლ გუნდში ამბობენ, რომ 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებამ სეპარატისტული პროცესები ირიბი ლეგიტიმაცია მოახდინა და ცვლილებაც ამით არის განპირობებული. საქართველოს ნაცმოძრაობის რეჟიმის მხრიდან ჩვენ საქმე გვქონდა გამოცხადებული ღალატის ქრონიკასთან, არაკონსტიტუციური კანონების მიღებით მოხდა ხელშეწყობა, შეიძლება ითქვას, იმისა, რასაც ქვია ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდა ირიბი ლეგიტიმაცია, ასევე სეპარატისტული ასე ვთქვათ რეჟიმის და იქაური ძალების, რასაც რა თქმა უნდა ჭირდება გამოსწორება. ჩვენი მიზანი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების კვალდაკვალ არის ის, რომ პირველი აღდგეს ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური კანონიერება, კონსტიტუციური წესრიგი, მეორე მოხდეს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და მათ შორის ტერმინოლოგიურად, როდესაც იყო მცდელობა თუნდაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის როგორც ტერმინის შემოbrunებისა, კვლავ გაცოცხლებისა საქართველოს ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტში, ამასაც მიეცეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება და ასე ვთქვათ, მოხდეს შესაბამისი ტერმინის ამოძირკვა ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან.